გერმანელი იყო. დააქორწინეს 100%-ით გერმანელ სოფიაზე, რომელიც მე ვიცით, როგორც ეკატერინა მეორე, რომელიც მე ახდენს უზურპაციას ძალაუფლების, ეგ ცალკე საინტერესო ისტორია, რატომ და როგორ ჩამოაგდეს პეტრე და მოკლეს მე. მესამე პეტრე. და ეს შენი ევროპელი ეკატერინე იმდენად შედის რუსული მმართველობის როლში, რომ მაგალითად ვოლტერს უხსნის, რომ არანაირი განმანათლებლობის და არანაირი თავისუფლების იდეები აქად არ გაგვაკაროთ, ეს შეუთავსებელია აქაურ ტრადიციებთან და კულტურასთან. ესენი უნდა იყვნენ მონობაში. და ესე გრძელდება მთელი რუსული ისტორიის განმავლობაში, მას შემდეგაც კი, როდესაც ალექსანდრე მეორე ერთპიროვნულად თავისი მანიფესტით, ზემოდან და არა ქვედა რაღაც მოთხოვნით, აუქმებს ბატონყმობას. სხვათა შორის იგივე რუსი მუჟიკი მე გამოეტირა ამ ბატონყმობას და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუბრუნდა ბატონყმობის მდგომარეობას კოლმეურნეობის ან კოლექტივიზაციის პირობებში, როდესაც სტალინმა ის რეალურად ისევ ყმად აქცია, თითქმის იდენტურ მდგომარეობაში ჩააყენა.